ვინმეს გონია რომ დღეს ქვეყანაში მშვიდობა არის, მე ვურჩევდი რომ წავიდეს საოკუპაციო ხაზის სოფლებში, იქ კითხოს მოქალაქეებს, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, როდესაც ხედავენ მაგალითად შეიარაღებულ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც მათ ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებიან. Რამდენად მშვიდად არიან ის ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. Რამდენად მშვიდად გრძნობენ თავს მაგალითად ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ხვალ ზეგ მოუწევთ თუ არა საკუთარი სახლის დატოვება, იმიტომ რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ არაერთმა ადამიანმა უსაფრთხოების მიზნით დატოვა სოფელი და მოითხოვა თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყანაში. უკვე საქართველოშიც აღარ გრძნობდა თავს უსაფრთხოდ. და ეს ყველაფერი არის ისევ რუსული ნარატივი, თითქოს ბომბი არ გავარდნილა და მშვიდობა არის ქვეყანაში, მაშინ როდესაც ყოველდღე ვიგებთ ადამიანების მკვლელობის ამბებს, გინტურის ამბავი, მაგალითად ქართული ეკლესიები ჩვენთვის აღარ არის ხელმისაწვდომი, უსაფრთხოდ ვეღარ გადაადგილდებიან აღდგომის დღეებში, მიცვალებულთა საფლავების მოსანახულებლად ადამიანები. მე გადავიღე ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი დედაზე, რომელიც საფლავის ქვას ინახავს კოტეჯის სარდაფში იმ მოლოდინით, რომ ოდესღაც დაბრუნდება თამარა შენში და მის გარდაცვლილ შვილს შვილის საფლავზე მიიტანს ამ ქვას და დადგამს. ანუ ესეთი ადამიანები დღემდე არიან და მოლოდინები მათ ნაწილს აქვს, რომ ოდესღაც დაბრუნდებიან, მაგრამ მე უფრო მეტად შიშები მაქვს იმ თაობაზე, რომლებსაც ზრდიან ის ადამიანები, რომლებიც უკვე მორჩილებაში ცხოვრობენ. ისინიც, რა თქმა უნდა, საკუთარ შვილებს ამას ასწავლიან, რომ ზედმეტად ხმა არ უნდა მოიღონ, პრობლემები არ უნდა შეიქმნა, რასაც ეთქვან, უნდა უთქმელად დაემორჩილონ და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება იმ თაობას, რომლებმაც ეს ომის საფრთხე დღემდე გააცნობიერეს, ის ომის საფრთხე საკუთარ ოჯახებზე გამოსცადეს, მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები, მათ შორის დევნილთა დასახლებებშიც, ყველაფერს იზავენ იმისთვის, რომ იგივე არ განმეორდეს და რუსეთის კრემლისტურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც მიზანმიმართულად დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოში იმისთვის, რომ მოქალაქეების ტვინებზე იმოქმედონ და ფსიქოლოგიური манипуляციებით მათ შეუცვალონ მოლოდინები, იმედები, ქაოსი შეუქმნან და ყველაფერზე ხელი ჩააქნევინონ. ასეთ ვითარებაში მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ზუსტად ამ ახალგაზრდების გააქტიურება და იმ მოქალაქეებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა, რომლებიც დღემდე დეზინფორმაციის ქვეშ აგრძელებენ ცხოვრებას.